ვინ ვისი ავტობუსით მგზავრობს? როდიდან ელოდება დედაქალაქი მწვანე ავტობუსებს და რატომ მწვანე და არა ყვითელი? რა მოხდა მერიის ტენდერთან დაკავშირებით? რატომ აღმოჩნდა დისკვალიფიცირებული კომპანია, რომელიც თავიდან საუკეთესო შეთავაზების ავტორად დასახელდა? რა შეიძლება იმალებოდეს ამ ტენდერის პირობების მიღმა? რატომ აღმოჩნდა ლაქა და ჭუჭყი თვისობრივად განსხვავებული ელემენტები და რა დაუწუნა გიგი უგულავას უწყებამ სოფლიოში სატრანსპორტო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს ტრაფიკი ანატომიაში? ავტობუსები. დედაქალაქელებს ყვითელი ავტობუსების შემდეგ საფიქრალად მწვანე ავტობუსების საკითხი დაუდგათ დღის წესრიგში. სასწრაფოდ, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დედაქალაქის მერიამ გამოაცხადა უპრეცედენტო თანხის 55 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი 100 მწვანე ავტობუსის შესაძენად. მაგრამ ეს ყველაფერი თბილისის მერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში მაისისთვის ჭირდება და თან რაოდენობაც განსაზღვრულია. მაისისთვის თბილისში 20 მწვანე ავტობუსი უნდა ყოფილიყო. ტენდერის ღირებულებამ დააინტერესა რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი. სატრანსპორტო საშუალებები საწვავის მხრივ უნდა ყოფილიყო აღჭურვილი გაზის აპარატურით, რაც ეკოლოგიურად ბევრად გამართულია ვიდრე ბენზინი და დიზელი. ასევე ავტობუსებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი ასასვლელი. თბილისის მერიამ აპირებდა გამოეცხადებინა ტენდერი თბილისისათვის გაზზე მომუშავე 100 საქალაქო ავტობუსის შესყიდვაზე. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი ჩანაფიქრია, იმიტომ რომ გაზი დღეს ყველაზე პოპულარული საწვავი, ეკოლოგიურად სუფთა და პლუს იყო დამატებითი მოთხოვნა, რომ ავტობუსები უნდა ყოფილიყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისათვის. ჩვენი თხოვნა იყო იქნებ შეაჩეროთ ტენდერი და აი ეს დატვირთვა ჩავდოთ, ანუ გამოიტანოთ ეს თქვენ საკუთრებაში მყოფი ეს მიტოვებული და განადგურებული ობიექტი საპრივატიზაციო და დაუდოთ მას პირობა დადებული ინვესტიცია. ვინც აქ შექმნის ამდენ სამუშაო ადგილს, გააკეთებს ავტობუსების საწარმოს და შემდეგ, აი ამ პირობით გამოაცხადოთ ტენდერი და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი მონაწილე, თუ ვინმე სხვასაც ექნება სურვილი დიდი სიამოვნებით, მათაც მიიღონ მონაწილეობა. ეს არის განადგურებული, აბსოლუტურად გაცამტვერებული საწარმო, რომელიც არაფერი არ ხდება, ეს არის ტერიტორია პრაქტიკულად და უთხარით მე ეს აი განვიხილოთ საკითხი ამ საწარმოში შევქმნათ ახალი ქარხანა, რომელიც ავტობუსებს ააშენებს, დაასაქმებს 500-მდე ადამიანს პირველ ეტაპზე 1500-მდე ზრდის პერსპექტივით, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს. ზოგადად თემის განხილვით ძალიან დაინტერესდა საკრებულო ჩატარდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევით, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები, სხვადასხვა სატრანსპორტო გაერთიანებები, არასამთავრობოები, რომლებსაც ეს იდეოლოგია ძალიან მოიწონეს და ველოდით იგივეს მერიის მხრიდანაც, თუმცა მერიის მხრიდან იყო ერთ-ერთი არგუმენტი ძალიან მყიფე ჩამოყალიბებული, რომ ქალაქს სასწრაფოდ ესაჭიროება 100 ავტობუსი, ამიტომ ეს განუხილველი თემა, ჩვენ ახლა 100 ავტობუსზე გამოვაცხადეთ შესყიდვის ტენდერს და შემდეგ ვერ გაჭრა იმ არგუმენტაციამ, რომ იცით, არ შეიძლება ქალაქში საავტობუსო პარკი იყოს ესეთი არეული შინაარსის 501 ბრენდის, 300 მეორე ბრენდის, 500 სასურველია ერთ ხედვის ქვეშ მოექცეს ყველაფერი, რომ შემდეგ სერვისი გაიაფთეს, გაადვილდეს და შემდეგ, ბევრი არგუმენტი იქნა უარყოფილი და არგუმენტი იყო ერთადერთი ძალიან გვეჩქარება და ამიტომ უნდა ვიყიდოთ სასწრაფოდ 100 ავტობუსი. პირველი კითხვის ნიშანი, რაც ჩემში გააჩინა, ეს იყო 3 კარი, რომელთაც უნდა იყოს აღჭურვილი ავტობუსი და მითხრეს, რომ თითქოს მესამე კარი იმის არის, რომ ყოფილიყო იქ ადაპტირებული ასასვლელი, რომელიც კიდევ ეს კარგია, რომ ადამიანის შეღწევადია, მაგრამ სპეციალური კარის გაკეთება ამისთვის არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი. საერთოდ სადიან ადამიანები, იქ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ის კარი იმისთვისაც იქნებოდა გამოყენებული, რომ ნებისმიერ შეუძლია ასვლა, მაგრამ რატომღაც ესე იყო მოწოდებული. ეს არ არის დიდი პრობლემა ამ შემთხვევაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს არასოდეს ესე გამიჯნული, რომ ვიღაცა შედიოდეს ერთი კარიდან და ვიღაცა შედიოდეს მეორე კარიდან, ეს უბრალოდ არასწორია დისკრიმინაცია. მეორე მომენტი იყო ის, რომ მინიმუმ 1 ადგილი უნდა იყოს ამ იმაში, ეტლით მოსარგებლე პირისთვის, მინიმუმ 2 ადგილი უნდა იყოს წესით და კანონით და შესაბამისად დამატებითი კიდე 2 ადგილი, თქვა თუ აუცილებლობა წარმოშობს რა.
ჯერ კიდევ 2007 წლიდან არსებობდა გეგმა საქართველოში აშენებულიყო სხვადასხვა გაბარიტის მშენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწარმო, რომელიც შიდა ბაზრის განვითარებასთან ერთად ორიენტირებული იქნებოდა ექსპორტზე და პირველ რიგში რეგიონში მდებარე მეზობელ ქვეყნებში პროდუქციის გატანაზე. მით უმეტეს, რომ ამ კომპანიას ჰქონდა პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო და დღემდე ერთადერთი ელექტრომატარებლის შექმნის მაგალითი, რომლის კონცეფციაზე მთლიანად მხოლოდ ქართული მეცნიერების და ინჟინრების რესურსი იქნა გამოყენებული და ეს მატარებელი თბილისი ფოთის მიმართულებით დღემდე მოძრაობს. ეს კითხვა ჩვენ თავს დაუსვით, თუ რატომ უნდა დაეჯერებინათ მათ ჩვენთვის. ამიტომ წარმოუდგინეთ მთელი ჩვენი ბიოგრაფია, ჩვენს მიერ შექმნილი სხვადასხვა პროდუქტები და ერთ-ერთი მთავარი, რითაც ვამაყობთ, ესე ვთქვათ, ეს გახლავთ თბილისი ფოთის ელექტრომატარებლები, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ვერავინ ვერ შექმნა დღესდღეობით. ეს არის სუფთა ევროპული სტანდარტის და ძალიან მაღალი დონის ელექტრომატარებელი, რომელიც ექსპლუატაციაშია. ეს მინდა იცოდეთ, რომ არის სუფთა 100%-იანი ქართული პროექტი, ჩვენი ინჟინრების დაპროექტებული, ჩვენი ინჟინრების გამოგონებული, ნაწარმი ერთობლივად შექმნილია ჩინეთის უმსხვილეს ვაგონშენებელ კომპანიასთან ერთად, რომელსაც ჰქვია CSR-ი, მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელი გახლავთ. გარდა ამისა, იგივე ქარხანა უშვებდა ეგრეთ წოდებულ რბილ ბალიშებზე განთავსებულ კატერებს, ჩვეულებრივ კატერებს, აკეთებდა და თანამედროვე ტექნოლოგიით აწყობდა ძველ ვაგონებს, მაგრამ 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ ავტოსაყვარელიძეს ბიზნესით დავით კეზერაშვილმა წაართვა და ამ საქმეზე სასამართლო დღემდე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე არ არის დღევანდელი ანატომიის თემა, მხოლოდ ერთს ვიწვევთ. კეზერაშვილის დაჯგუფებაზე გადაფორმების შემდეგ თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანას აღარც რამე უწარმოებია და აღარც აღარაფერი აუშენებია. ეს გეგმა თავიდან ბოლომდე იყო დამუშავებული და განხორციელება დაწყებული 2008 წელს. უბრალოდ მაშინ ეს არაერთხელ გაჟღერებულა და ამით ხამით გადაგყალოთ. ჩვენს მიმართ, ესე ვთქვათ, განხორციელდა იმდროინდელი ხელისუფლების ძალადობის აქტი, ჩამორთმეული იქნა სხვადასხვა საწარმო სიმძლავრეები და გადაიფორმა კეზერაშვილმა და მისმა ჯგუფმა, ფიზიკურმა პირებმა, სახელმწიფოს არ წაუღია ჩვენი ქონება, ესე ვთქვათ, შუაღამისას ცნობილ ამ საკითხებში სახელგანთქმულ ნოტარიუს ზოიძესთან ღამის პირველ საათზე, და ეს წასული ისტორია. შემდეგ ჩვენ მეპატრონებს ამ ბიზნესს მოგვიწია ემიგრაციაში წასვლა და მხოლოდ ბოლო წარმატებული არჩევნების შემდეგ მოგვეცა საშუალება დაუბრუნებულიყავით და რა თქმა უნდა დაწყებული გვაქვს მოთხოვნა ჩვენი ქონების დასაბრუნებლად. ავტოსაყვარელიძის პარტნიორი კომპანია გახლავთ ჩინური Golden Dragon-ი, რომელიც თავის მხრივ სიდიდით მეორე კომპანია ამ ბაზარზე და მათსავე სასარგებლოდ უნდა ითქვას ისიც, რომ ეს კომპანია პეკინის ოლიმპიადის გენერალური სატრანსპორტო კომპანია გახლდათ, ანუ სწორედ ისინი უწევდნენ სატრანსპორტო მომსახურებას ოლიმპიადას. გარდა ამისა, 2002 წელს Golden Dragon-ს ეკოლოგიის თვალსაზრისით მინიჭებული აქვს ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტის ტიტული. რომ ჩინეთი არის ყველაზე დიდ მოსახლეობის მქონე სახელმწიფო, შესაბამისად ესე იგი ჩინეთში არის ყველაზე მეტი ტრანსპორტი და თუ ჩვენ გადავხედავთ სოფლიო სტატისტიკას და სხვადასხვა დონის რეიტინგებს, რომელიც უხვად ქვეყნდება ინტერნეტ სივრცეში, დავინახავთ, რომ ჩინეთი არის პირველ ადგილზე მგზავრთა უსაფრთხოების კუთხით და პირველ ადგილზე უარყოფითობის, ანუ ბოლო ადგილზე დატოვების შემთხვევაში ავარიული შემთხვევების კუთხით ტრანსპორტზე. კონკრეტულად ჩვენი პარტნიორი Golden Dragon-ი, ესეთი ავტობუსების მშენებელი ქარხანა გახლავთ სოფლიოში მეორე ადგილზე ყოფი გაბარიტების მხრივ, ის 50,000 ავტობუსს უშვებს წლიურად, მაგრამ აქ გაცილებით მნიშვნელოვანია მათი ხარისხი. იცი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც დიდ როლს თამაშობს. ყველა დიდ ჩინურ ქარხანაში პროდუქციის ხარისხის საბოლოო სერტიფიკატის გამცემი არის ჩვენთვის ცნობილი მსოფლიო ბრენდები, მანი, Mercedes, Scania, Volvo თუ ასე. ანუ ეს ქარხნები ხელშეკრულებით არიან დამქირავებლები ამ ცნობილი ბრენდებისა და მათ ანდობენ საკუთარი პროდუქციის ხარისხის შემოწმებას. ჩინეთი უშვებს კოსმოსურ ხომალდებს, აკეთებს სამხედრო ფიტრინაჟს და ასე შემდეგ. ის საწარმოები, რომელიც მე ვნახე, თუმცა საბჭოთა კავშირის არც ერთი საწარმოო, სამხედრო დახურვის საწარმო არ არის გვარიანახოს, მაგრამ რაც მე ჩინეთში ვნახე ამ სამოქალაქო სექტორში, გამოიწვია ძალიან დიდი გაუცება. ეს არის უთანამედროვე ტექნიკით და ტექნოლოგიით აღჭურვილი საწარმოები, სადაც არის უმკაცრესი საწარმოო დისციპლინა და პრაქტიკულად მთელი ჩინეთის მეცნიერება მუშაობს ამ საწარმოებზე, მიუხედავად იმისა, ის კერძო საკუთრება თუ სახელმწიფო საკუთრება. იქ არის ძალიან სერიოზული მიდგომა. ამიტომ ესეთი განცდა, რომ ჩინური და უხარისხო, ეს
ძალიან სწარი აზრია და ეს შესწრომა არის. არსებობს მემორანდუმი Golden Dragon-სა და საყვარელიძის კუთვნილ ფირმას BGT 1990 შორის, რომელიც თავის თავში გულისხმობს თანხმობას და თანაინვესტირებას საქართველოში სატრანსპორტო წარმოების შესაქმნელად. გარდა ამისა, არსებობს მინდობილობა, რომელსაც სიდიდით ავტოსატრანსპორტო წარმოების ბაზარზე მეორე კომპანია ავტოსაყვარელიძეს ანიჭებს. საყვარელიძის განცხადებით, ქართული საწარმოს შექმნის შემთხვევაში მთლიან ღირებულებაზე 40%-ით იაფი დაჯდებოდა ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა. ნებისმიერ შემთხვევაში ადგილზე პროდუქტის წარმოება დაკავშირებულია თანხების ისევ ქვეყნის ბიუჯეტში ჩადრიალებასთან, გადასახადების საქართველოშივე გადახდასთან და რაც მთავარია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ იგეგმებოდა სწორედ ამ ადამიანების დასაქმება აღნიშნულ საწარმოში, რაც მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის ფაქტობრივად სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. ჩვენ გარკვეულწილად დავინახეთ ჩვენი ინტერესი ამ პროექტში, ვინაიდან თავიდანვე 2007 წელს, როდესაც მოგახსენეთ, ჩვენ ზმიერ შესაქმნელ თუ შექმნის საწარმოებში ყოველთვის გათვალისწინებული ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა დასაქმება უშუალოდ. ანუ ჩვენ სამრეწველო უბნებში ყოველთვის იგულისხმება მათი სამუშაო ადგილები, სამუშაო სირთულიდან გამომდინარე სხვადასხვა პროცენტებით სხვა საერთო მომუშავეთა მიმართებაში. თუ განვიხილავთ პირობითად იმპორტირებული ავტობუსის პირობით ღირებულებას დაუშვათ 100 ერთეულს, ამ შემთხვევაში ადგილზე დახარჯული იგივე 100 ერთეულით შექმნილი ავტობუსი დაახლოებით 40%-იან ასე ვთქვათ სარგებელს აძლევს ქვეყანას. მოგეხსენებათ, ადგილზე იქნება გადახდილი ყველა ენერგომატარებლისა თუ სხვა საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები, ადგილზე იქნება გადახდილი ხელფასები და მათგან საშემოსავლო გადასახადი, ადგილზე იქნება გადახდილი მოგების გადასახადები და DGG დამატებით ღირებულებების სხვადასხვა კომპონენტების შესყიდვისას და მათი უკუგება ბიუჯეტის სხვადასხვა მიმართულებებით, ეს არის დაახლოებით 40% თუ რა თქმა უნდა, ვიგულისხმებთ კიდევ დამატებით პლუს, რომ ხალხი დასაქმებულია, ხელფასი იღებს და მსყიდველობით მომუნარმა მოიტანა. შემდეგი მაკროეფექტი გახლავთ ის, რომ ჩანაცვლებულია იმპორტი, შექმნილია საექსპორტო პროდუქცია, გაზილია მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეფექტები შეუდარებელია და ძალიან დიდი. ჩვენთან მოვიდა ადამიანი წინადადებით, უბრალოდ ესეთი წინადადება ჰქონდა, რომ მას აქვს სურვილი გააკეთოს წარმოება, ანუ თბილისში გააკეთოს წარმოება ამ ავტობუსების. ახლა პირველი კითხვები რაც დაისვა ის რომ რამდენად შეესაბამება ის იმ სტანდარტს და ხარისხი შეიძლება იყოს. რადგან პასუხი იყო ის, რომ ნებისმიერი ის ბრენდი, რომელიც მისაღები იქნება სახელმწიფო და ის ანუ მისი ტექნიკური დათვალიერების შემდგომ მოხდება ჩაბარება და ანუ იმ ავტობუსს, რომელიც იწარმოება საქართველოში, ექნება გინდათ Scania-ს, გინდათ Mercedes-ის, ვიტყვიან ბეჭედი, რომ ხარისხით ის არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. სერიოზული პრობლემაა მთელ სოფლიოში საქალაქთოშორისო ავტობუსების ხრივ, ანუ ადაპტირებული რა. და ამაზე მიდის ძალიან დიდი კამათი, თქვა როგორ და რანაირად უნდა იყოს და ადგილობრივი წარმოება ზუსტად აი გარდა ვიტყვიან ქალაქის ავტობუსების და საერთაშორისო ავტობუსების კუთხით შეუწყობდა ხელს ძალიან მნიშვნელოვნად, რომ პრაქტიკულად ძალიან მალე გადასული იყოს საერთაშორისო ისიც ადაპტირებულ ავტობუსებს. მართალია ჩვენი ქართული ავტობუსები არც ისეთი არსებობს, არც ასეთი, მაგრამ თუ გაკეთდებოდა, ისიც გამოჩნდებოდა. ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ეს მთელ სოფლიოში პრობლემატურია რა და როცა მსგავსი წარმოება, სადაც მონაწილეობენ თუ იგივეში შემოუპირები, გაცილებით იოლად გადაწყვეტადია ის პრობლემები, რომელი პრობლემის თან ახლავს აი საერთაშორისო ავტობუსების იმას რა, რომელიც ძალიან ძვირი არის, ორჯერ უფრო ძვირი არის ვიდრე ის და რომელიც ქვეყნისთვის კიდევ გაცილებით იაფი დაждდებოდა რა. პროექტი შედგა არასამთავრობო სექტორთან მუშაობის შედეგად და აღნიშნული ინიციატივით დაინტერესდნენ თბილისის საკრებულოშიც. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დედაქალაქის მერიამ ჩათვალა, რომ 12 მეტრიანი 100 ავტობუსი კატასტროფიულად მოკლე დროში ესაჭიროება არჩევნებამდე და ქართული სატრანსპორტო საწარმოს იდეის შექმნელებს მოცდათ მოსთხოვა. მაგრამ ჩინურმა Golden Dragon-მა გაითვალისწინა, რა თბილისის მერიის მოუცდელობა მაინც მიიღო ტენდერში მონაწილეობა და 100 ავტობუსი მერიას მოცემულ 55 მილიონ ლარზე 16 მილიონით ნაკლებ თანხაში შესთავაზა. პირვანდელი ფასი ტენდერის გახდა 55 მილიონი, თუმცა ჩვენს მიერ შეთავაზებული ფასი თავიდანვე ჩვენი პარტნიორისა იყო
33 მილიონი, უკვე სხვაობა იყო 22 მილიონი პირველივე გამოცხადებაზე სამსაფეხურიანი ვაჭრობა მიმდინარეობს მოგესწრებათ და საბოლოო ფასთა სხვაობა დაფიქსირდა, ესე იგი ყველაზე მაღალ და დაბალ ფასს შორის 16 მილიონი ლარი. ნუ ეს კატასტროფულად დიდი სხვაობაა. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვდებს ბრალად რომ დემპინგური ფასი განვაცხადებთ, იმიტომ რომ ჩვენს შემდგომ წარმოებებს სულ 25 ლარი აქვს ჩვენთან ფასთა სხვაობა, ის ჩინური მსოფლიოში პირველი ქარხანა მოგახსენეთ. ხოლო აი ეს ევროპული მწარმოებლები არიან 16 მილიონ ლარიან სხვაობაში. აღმოჩნდა რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო პირობები და კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მერე დაიწყო ჩვენთან შესაბამის მერის შესყიდვების სამსახურმა შესაბამისი პროცედურები, რომელსაც ქვია დაზუსტება რაღაც ტექნიკური გაურკვევლობების გამო. შეიძლება თუ არა იყოს საუბარი კლასიკურ ადგილზე, რომელზეც თქვა არაერთხელ დაუდანაშაულებია. მოდით იცით როგორ გავაკეთოთ, ეხლა ბიზნეს მაგის საშუალება არ აქვს ეს აფასოს. ის თუ ჩემთან კონკრეტულად ვინმე საუბარი შედგება ადგილზე შესაბამის პასუხს მიიღებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ჩვენი ფასი და ესე ვთქვათ საეჭვო განსხვავდება 16 მილიონი ლარით სხვა ფასებისაგან. თეორიაში ალბათ რაღაცების დაშვება შესაძლებელია და ჩვენ სწორედ ეს მოთხოვნა დავაყენეთ შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს წინაშე, რომ ის არგუმენტაცია, რომელიც ჩვენგან მათ მიეწოდათ, ეს ელექტრონულ გვერდზეა და საჯაროა, რომ აი სწორედ ეს გაანალიზონ, სწორედ ამ კუთხით, რომ და ვიმეორეთ იმ თქვენს ეჭვს, რასაც თქვენ მე მეკითხებით, რომ ესე ხო არ არის და ამის გამო ხო არ აპირებს ვინმე ჩვენს დაჩაგვრას. თუმცა არც ისე ადვილი დასაჩაგრი გახლავართ, როგორც შეიძლება მანამდე ვიღაცას წარმოედგინა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებების დასაცავად და შევეცდებით არ დავთმოთ, ესე ვთქვათ, არც ერთი პოზიცია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ Golden Dragon-ის შეთავაზება საუკეთესო იყო და ტენდერში თითქმის უპირობო გამარჯვება ჰქონდა, მაგრამ გაირკვა, რომ კომპანია მერის მხრიდან დისკვალიფიცირებულია. ბიზნესმენებს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ტენდერი თავიდანვე მიზნობრივ ხასიათს ატარებდა. საბოლოო შედეგის დადგომამდე დედაქალაქის მერია აბსურდული ხასიათის შეკითხვებსაც კი უგზავნიდა კომპანიას მაგალითისთვის ერთ-ერთი ასეთ შეკითხვაში მერიამ წარმოებულ ფირმას ეკითხება, იქნება თუ არა ავტობუსებში სავარძლების საფარი ჭუჭყგამძლე. პასუხად კომპანია წერს, რომ რა თქმა უნდა საფარი ლაქგამძლე იქნება. მერია პასუხით უკმაყოფილო დარჩა, რადგან როგორც ჩანს თulis, რომ ლაქასა და ჭუჭყს შორის თვისობრივი სხვაობაა. ის გამოგვიგზავნეს თუ არ ვცდები 48 შეკითხვა, სულ ალბათ 50-ია ამ სატენდერო პირობებში. ეს ძალიან საინტერესო იყო ამ შეკითხვების, თქვა, შინაარსი და წყობა, რომელმაც აღშფოთებაც გამოიწვია სოფლიოს ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლისა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ. კითხვებიც გამოიწვია, იმიტომ რომ ამ კითხვებში აშკარად იკითხებოდა რაღაც გაურკვეველი სურვილები, რაღაც გაუგებარი მოსაზრებები, რომელიც მხარეს, რომელიც აცხადებს ესეთ ტენდერს და მხარე, რომელიც მონაწილეობს ესეთ ტენდერს, ვერც კი დაუშვებს, რომ კომპეტენციის ბრალი იყოს, ესე ვთქვათ, რომელიმე ამ კითხვის დასმა. კი, მე ციტირებას მოვახდენ, ანუ მათი პირობების და ჩვენს მიერ გაცემული, ესე ვთქვათ, პასუხის, ანუ ეს არის ინფორმაცია მგზავრთა სკამების ჭუჭყის ამტანი მასალისგან დამზადებული შალითის შესახებ. ჩვენი პასუხი არის სავარძლები გამძლეა ცვეთასთან და ლაქებთან მიმართებაში. ანუ ლაქა და ჭუჭყი, როგორც ჩანს, სატენდერო კომისიის წევრებისთვის და ქალაქის მერისთვის სხვადასხვაა და ამას ალბათ თვითონ მაყურებელი შეაფასებს. ასევე საინტერესო დათქმა იყო ცეცხლგამძლეობასთან დაკავშირებით. ცეცხლგამძლეობასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ საინტერესო დათქმა, საერთოდ მერის შენიშვნები გარდა დანაშაულისა გარკვეულ ცინიზმსაც ემსახურება, ანუ წარმოუდგენელია ასეთი ტიპის პროდუქტი იყოს სხვა ტიპის მასალისგან შექმნილი, მით უფრო როდესაც სერტიფიცირებულ პროდუქტზე გვაქვს საუბარი. სწორედ ეს სერტიფიკატები საშუალება ეწყობა ცეცხლგამძლე. რა თქმა უნდა, მათ შორის არა მხოლოდ ავტობუსები, მატარებლები, ელექტრომატარებლები, თვითმფრინავები. მიზნობრივი ტენდერის დასტურად ბიზნესმენს კიდევ ერთი მაგალითი მოხავს. ირკვევა, რომ მერია სატენდერო პირობებში მითითებული ჰქონდა ახალი ავტობუსების შეძენის სურვილი, მაგრამ აქ არ იყო დაკონკრეტებული ტრანსპორტის გამოშვების წელი, რაც შესაძლებელია უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ არ არის გამორიცხული რომელიმე ტენდერში მონაწილე კომპანიას შემთხვევით აღმოაჩნდეს ფარეხში 100 მზა მწვანე ავტობუსი, რომელიც ახალია, მაგრამ 3 წლის წინ შეიძლება იყოს გამოშვებული, ან პირიქით. ტრანსპორტის შესაძლებელია იყოს გამოშვებული 2013 წელს, მაგრამ იყოს უკვე მეორადი მოხმარების.
მერიამ აღნიშნული შეცდომა მხოლოდ ბიზნესმენის კომპანიის მხრიდან დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გაასწორა. მაგრამ ანატომიამ მაინც გადაამოწმა ტენდერში მონაწილე კომპანიები და აღმოჩნდა, რომ სწორედ ასეთი შემთხვევა პოლონური ფირმა Solaris-ი, რომელსაც მწვანე მზა ავტობუსებიც აღმოაჩნდა და ასევე ერთადერთია ტენდერში მონაწილე ფირმებს შორის, რომელსაც მეორადი მოხმარების ავტობუსებიც აქვს. აქ არის ერთი კიდევ საინტერესო დეტალი, როგორც მერია აცხადებს, 6 თვეა მუშაობენ სატენდერო წინადადებაზე. ბუნებრივია 6 თვე არ ჭირდება copy-paste-ით გადმოტანას რომელიმე საიტიდან ავტობუსის მაჩვენებლების საეჭვოდ ემთხვევა ეს მონაცემები სხვა კომპანიის მონაცემებს, რომელიც თქვენთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენეს, რომლის ცდელობაც ალბათ სავარაუდოდ და ჩვენ ეჭვებს ბუნებრივია ჩვენი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება გვაძლევს ამის უფლებას, რომ ვთქვათ, ეს არის ესე ვთქვათ წარსულის გადმონაშთი, როდესაც ელიტური კორუფცია ხორციელდებოდა ესე ვთქვათ ბიუჯეტის მეშვეობით მოქალაქეებში ჯიბის ჩაყოფით, ანუ ტენდერი ცხადდება ბოლო თვეს საბიუჯეტო წლის. ამ დროისათვის ბუნებრივია კონკურენტებს არ აქვთ დრო იმისათვის, რომ სათანადოდ მოემზადონ. ამ დროისათვის ბუნებრივია სამართალდამცავიც ხელფეხი შებოჭილია იმისათვის, რომ მიაკლიოს დროულად გამოავლინოს დანაშაული და იმავდროულად არ არის დრო ტენდერის შეწყვეტის იმისათვის, რომ თავიდან გამოცხადდეს. დედაქალაქის მერიას კი მიუხედავად იმისა, რომ პოლონური კომპანია 16 მილიონი ძვირს ითხოვს, მაინც ეს ფირმა ურჩევნია აცხადებენ ბიზნესმენები. საინტერესოა ის, რომ უგულავას უწყებამ ჩინური კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზად ევროდირექტივასთან შეუსაბამობა დაასახელა. ანატომიამ ეს დირექტივაც მოწებნა. ირკვევა, რომ ევროდირექტივა თავის თავში გულისხმობს სერტიფიკატს, რომელიც კონკრეტულმა ერთმა ავტობუსმა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღოს, რაც ის აეწყობა და გაივლის საკონტროლო შემოწმებას, რაც მისი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. ავტობუსი, რომელიც ჯერ ბუნებაში არ არსებობს, ასეთ სერტიფიკატს ვერ მიიღებს. შედარებისთვის ეს დაახლოებით იგივეა ბავშვის დაბადების მოწმობა მის გაჩენამდე, რომ მოითხოვოს ვინმე. ზოგადად კი ავტობუსები ეწყობა ნაწილებისგან, რომელთა მწარმოებლებსაც ასეთი სერტიფიკატები აქვთ კიდევაც. სანამ არ აეწყობა ამ დეტალებისგან ავტობუსი, სანამ არ გაივლის კონტროლს, სანამ არ გაივლის შესაბამის სამსახურების სერტიფიცირებას, ბუნებრივია ასეთი ტიპის დოკუმენტის გაცემა შეუძლებელია. ერთ ავტობუსს ერთი სერტიფიკატი. ანუ ამ ტენდერის შემთხვევაში თითოეულ ავტობუსს უნდა ქონდეს თითოეული სერტიფიკატი, ანუ 100 ავტობუსს უნდა ქონდეს 100 სერტიფიკატი. ერთი დეტალი კიდევ. ტენდერის პირობებში არსებობს საინტერესო დათქმა. მერია ავანსად რიცხავს თანხის 30%-ს, მაგრამ პირველად მოწოდებას ითხოვს 20%-ს, რაც საქმიანი სამყაროსთვის აბსოლუტურად გაუგებარია, სადმე ვის 10%. ასევე ჯერჯერობით ჰაერში გამოკიდული გაზზე მომუშავე ავტობუსების სერვისი, რისი პლატფორმაც საქართველოში არც ერთ კომპანიას არ აქვს, რაც სულაც არ არის გამორიცხული მერიის მხრიდან კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადების საფუძველი გახდეს და აუცილებლად ესეც სასწრაფო არჩევნებამდე გასაკეთებელი აღმოჩნდება. ეს პრობლემა კი ეროვნული სატრანსპორტო საწარმოს შემთხვევაში არ იარსებებდა, რადგან პროექტში სერვის პუნქტის მოწყობაც გათვალისწინებული იყო. შესყიდვების სააგენტოში განაცხადი დისკვალიფიცირებული კომპანიის მხრიდან უკვე შესულია. განაცხადში მითითებულია, რომ კომპანია Golden Dragon-ის დისკვალიფიკაცია კომისიის მიერ შეგნებულად და კანონდარღვევით განხორციელდა. კომისიამ 27 ნოემბერს სატენდერო კომისიის ოქმით დაავალა ფირმას ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება 48 პუნქტის, რაც თავიდანვე ტენდენციური იყო. თუმცა კომპანიის მიერ დამატებით განხორციელდა დაზუსტება სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სატენდერო კომისია არ ახდეს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს, ან შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსების ცვლილებას და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამჯერად სატენდერო კომისიის მიერ 48 პუნქტიდან განმეორებით 10 პუნქტზე თითქოს და ფირმის მიერ დაშვებულ უზუსტობებზე აპელირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ. არადა დისკვალიფიკაციის საფუძვლად გამოყენებული 10-ვე შენიშვნის მოთხოვნები წარდგენილ სატენდერო და დაზუსტების დოკუმენტაციაში სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად ამომწურავად არის დაკმაყოფილებული. სატენდერო პირობები იმთავითვე ბადებდა გარკვეულ კითხვებს და ეჭვებს, თუმცა ჩვენს მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული აღნიშნული პირობები. კომპანიის ხელმძღვანელები მოითხოვენ გაუქმდეს ავტობუსების სახელმწიფო შესწავლის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ
მიღებული კანონმდებლობასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება Golden Dragon-ის დისკვალიფიკაციის შესახებ. სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე სააგენტომ უნდა დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი. დისკვალიფიცირებული კომპანია ასევე საუბრობს საქმეში სამართალდამცავების ჩართვაზე, რადგან ფაქტია, რომ ტენდერში, სადაც დისკვალიფიკაციას ანიჭებენ კომპანიას, რომელმაც დასახელებულ ფასზე 16 მილიონით ნაკლები მოითხოვა, ყველაფერი წესრიგში არ არის. არ გამორიცხავენ გარიგების არსებობას, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელია უკავშირდებოდეს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს. წინასაარჩევნო კამპანიის ფასი კი საქართველოში უკვე ყველა მიცის. ყვითელ ავტობუსებს რაც შეეხება, როცა მათი შემოყვარა იწყებოდა, მაშინ 200-ში ვიყავი მე და ყოველ ორ კვირაში ერთხელ ყავდა ეთერში დებატები თუ გახსოვთ შავარა მიშვილთან ბეგაშვილი არისო მაშინ ისა საგრებულოს თავმჯდომარე და ზუსტად ყოველ კვირაში ერთხელ ქონდა ხოლმე ამაზე საუბარი რომ მოკავთ ავტობუსები არის თუ არა ადაპტირებული. მე შემიძლია ამოვიღო მისი დაპირებები რომ ადაპტირებული ავტობუსები უკვე გზაში არის და რამოდენიმე ხანში ჩამოვა. არ ჩამოსულა არც ერთხელ და ბოლოს ჩამოიყვანეს ვითომ ადაპტირებული ავტობუსები ბოგდანები რომელიც არ იყო ადაპტირებული უბრალოდ ეს იყო საქალაქთაშორისო ავტობუსები და იყო სპეციალური ადგილი სადაც ბაგაჟის ჩასადები ანუ ბაგაჟირებელად ჩადო და ვითომ ეს ადგილი გამოიყენეს რომ ეს ადგილი არის თქვა შეზღუდული შედეგების მქონე პირთათვისო და იქ მაგალითად იმ პანტუს მე უბრალოდ არც გამოვიყენებ იმ ავტობუსში უბრალოდ არ შევალ იმიტომ ის ავტობუსში რომ შევიდე პრაქტიკულად უნდა ავაღიარო მე რომ მე ვარ მეორე ხარისხოვანი ადამიანი რა იმიტომ რომ ზიხარ დაბლა ყველაზე მაღლა ვინმე და ამ ნაგავის უყოლაფერი გეყრება ის არის უბრალოდ ბაგაჟის ადგილია სადაც შემოდნები და რაღაცები უნდა დაალაგო რა და ამის გამოყენება უნდა და ვითომ ეს იყო ადაპტირებული არც ერთი ავტობუსი არ ყოფილა თითოეული თეთრის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეს ძალიან დიდი პროექტი ტენდერი იყო, 55 მილიონიანი იყო, რომელიც ისე რომ შეხედო რა, ახლა ჩემი გათვლებით რაც მე მინახია, ძალიან იოლია მაგის ნახევარში შეასრულო პრაქტიკულად, ну ცოტა ოდნავ მეჩი. ანუ გამოდის რომ შესაძლებელია ძალიან დიდი თანხა დაიძაბოს იგივე იმ სოციალური პროექტებისათვის, იგივე ინფრასტრუქტურის ადაპტირებისათვის და ბევრი რამეს, ანუ რაღაცის გამო შეიძლება მე ვერ დავინახე ზუსტად ეს მომენტი ეკონომიურად ისეთი მიდგომა რომ ცოტა თანხით მეტი საქმე გაკეთდეს რა დადგება თუ არა გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხი და დაინტერესდებიან თუ არა ამ კონკრეტული ტენდერით სამართალდამცავები უცნობია. საქმეს არსებითი მსვლელობა მხოლოდ რამდენიმე დღეში მიეცემა. ჯერჯერობით არავის საუბრობს იმაზე, სად უნდა იაროს 12 მეტრიანმა ავტობუსმა იმ დროს, როდესაც დედაქალაქში პიკის საათში მოძრაობა ფაქტობრივად შეუძლებელია. ან როგორ შეძლებს გადაადგილებას 12 მეტრის სიგრძის მქონე ტრანსპორტი პანდუსზე, სადაც ბევრად მოკლე ყვითელი ავტობუსებიც კი ვერტრიალდებიან. ფაქტია, რომ ზემოთ მოთხრობილ ამბავში ვიღაც აშკარად სხვის ავტობუსში სხვისი ბილეთი აღმოჩნდა. ანატომია აღნიშნულთან დაკავშირებით შეეცადა მოეპოვებინა მერიის კომენტარი, თუმცა დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ტენდერის დასრულებამდე სატელეფონო საუბარში განგვიცხადა, რომ მათ მიერ ნათქვამითი თეორიის სიტყვა არ არის გამორიცხული, იქნეს აღქმული როგორც ტენდერში მონაწილე მხარეებზე ზეწოლა. ანატომია მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებად, ნახვამდის.